აქვს თუ არა მოსახლეობის ნაწილს პოლიტიკის და არჩევნების მიმართ ნდობა დაკარგული და რამდენად მზად არის მოსახლეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს კითხვა არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციამ დედაქალაქში 3000-მდე მოქალაქეს დაუსვა. გამოკითხულთა შორის 64% მამაკაცი, ხოლო 36% ქალბატონი იყო. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ პოლიტიკის მიმართ ინტერესი გამოკითხული მოსახლეობის 78%-ს აქვს. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას აპირებენ. კვლევის შედეგები და პოლიტიკოსთა შეფასებები ნახეთ ობიექტივის ჯგუფის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. აპირებთ თუ არა არჩევნებზე წასვლას ოქტომბერში? კი, არა. მგონი არა. აპირებთ თუ არა არჩევნებზე წასვლას? კი. არა, შეიძლება საქართველოში არ ვიყო ისეთი პოლიტიკური სისტემა აქვს, რომ გაჩერება ძნელია. თუ მიხედავენ საქართველოს თუ არა და არა. მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? არ მივდივარ. 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიცვალა თუ არა რამე თქვენი ოჯახის? სხვათა შორის რა ვიცი, არც უარყოფითი, არც დადებითი. ჩვეულებრივად რა როგორც იყო. შეიძლება შეიცვალა. უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ? უარესობისკენ. ანალოგიური კითხვები არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციას ინტერვიუერებმა დედაქალაქის მასშტაბით 3000-მდე სრულწლოვან მოქალაქეს დაუსვეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით მამაკაცები გამოირჩევიან. კითხვაზე გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა 7% პასუხის გაცემისაგან თავს იკავებს, 15%-ს პოლიტიკა არ აინტერესებს, 78%-ს კი აინტერესებს. რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წამსვლელთა რაოდენობას, რესპონდენტთა 58% აცხადებს, რომ არჩევნებზე წასვლას აპირებს, 17% არ აპირებს, 25%-მა კი არ იცის წავა თუ არა. მესამე კითხვაზე როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ დადებითად, 18% უარყოფითად, 27% არ შეცვლილა, 12%-მა კი პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა. არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევა მიმდინარე წლის ივლისში ჩაატარა. რესპონდენტების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის ინტერესი დიდია. შედეგმა აჩვენა ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან დემოკრატიულ პროცესებში. საქართველოს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ თავისი არჩევანი იქნება აუცილებლად დაფიქსირებული და თითოეულ ხმას აქვს ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ წლების განმავლობაში სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ხალხს იმედს უთხრუებდნენ. მთავრობის ოპონენტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს პოლიტიკის და არჩევნების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს, თუმცა არჩევნებზე საზოგადოების აქტიურობა აუცილებელია. არც სამართლიანობა აღდგა ქვეყანაში, არც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობეს და არც კეთილდღეობა გაუმჯობეს და არც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და ძირითადი პრობლემების მიმართულებით ძვრა არა გვაქვს. შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინები, რომელიც იყო 2012-ში საზოგადოების მხრიდან 2016-ში უკვე იმის ალიკვალი აღარ არის დარჩენილი. მოსახლეობაში 10 წლეულის განმავლობაში და სამწუხაროდ ბოლო 4 წელიც ძალიან დიდია იმედგაცრუება, ამიტომ ამ არჩევნების ჩატარებისთვის ყველაზე დიდი ხიფათი ეს არის ადამიანებში იმედგაცრუება, ნიჰილიზმი და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე. მატულობს და მატულობს პრინციპს პოლიტიკური კულტურის დონე და ასე ადვილი მოსატყუებელი ჩვენი ხალხი აღარ არის. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიეჩვია. შესაბამისად, ამ მომრჩევლისათვის უჩვეულო არაფერი ხდება და ისინი არჩევნებისათვის მზად არიან. მოსახლეობა მზად არის 2016 წლის არჩევნებისათვის და ვფიქრობ, რომ მოსახლეობა გააკეთებს ძალიან გონივრულ და რაციონალურ არჩევანს. ამომრჩეველიც უკვე მიეჩვია, ეჩვევა და უკვე განსხვავებას პარტიებსა და პიროვნებებს შორის კარგად ასხვავებს. ამორჩეველი კარგად გათვითცნობიერებულია. ორგანიზაციამ რესპონდენტთა ნაწილი ქუჩაში გამოკითხა, ნაწილი კი ტელეფონისა და ვებგვერდის საშუალებით. პოზიცია არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე კვლევის პრეზენტაციას გეგმავს.